გამარჯობათ მეგობრებო. ვიწყებთ ქსოვას რეზინას გარეშე და ვამთავრებთ ქსოვას რეზინას გარეშე. არ გვინდა მოვქსოვოთ რეზინა და როგორ დავიწყოთ, რომ არ დატრიალდეს ეს ნაქსოვი, არ გამოგვეკიდოს, არ წამოვიდეს ასე, როგორც აკეთებს ერთი სიტყვით და მეორე. როგორ დავხუროთ თვლები ისე, რომ არ დატრიალდეს აქაც ნაქსოვი, მაგრამ რეზინა არ გვინდა. ერთი სიტყვით ვიწყებთ ქსოვას რეზინას გარეშე, ვამთავრებთ ქსოვას და ვხურავთ თვლებს რეზინას გარეშე. ახლა ამ წუთში ამ დროს მე მაქვს ხელთათმანი, რადგან ვისაც აინტერესებს ხელთათმანზე იყო ყურადღება გამახვილებული, როგორ დაეწყო რეზინას გარეშე და როგორ დაემთავრებინა, რომ რეზინა არ მოექსოვა ისე თვლები როგორ დაეხურა. ერთი სიტყვით ახლა ვნახოთ ეს და მერე თქვენ სადაც გნებავთ, იქ გამოიყენებთ, ვისაც დაგაინტერესებთ და ვისაც დაგჭირდებათ, სხვა დროს გეცოდინებათ ყველას. ახლა მე ვიწყებ, იმედია ეს პაწუკაჩხირები აქ გამომადგება. ჯერ დასაწყისი. ვიღებთ თვლებს და ისე ვიღებთ თავიდანვე, რომ რეზინა არ გვჭირდება და არ დატრიალდეს და არ გამოგვეკიდოს ნაქსოვი. ახლა ვთქვათ, აი ეს ახლა დავამსგავსეთ თვალს, ხო? აი ასე თქვენ შეგიძლიათ ახლა აი ასე ჩამონასკოთ, მარყუჟი რო ქვია, ასე გააკეთოთ, რა ვიცი, როგორც გინდა თვალი გააკეთოთ. ერთი სიტყვით მე აი ასე ვიწყებ, ახლა დავამსგავსე თვალს, რადგან თავიდანვე მჭირდება თვალი. და აი ამ თვალიდან ეხლა გამომყავს მეორე თვალი. ამ მეორე თვალსაც დავაბრუნებ უკან. აი ახლა დააკვირდით ყურადღებით, რადგან მერე ვერ გავიგე, ვერ დავინახე, ვერ ვნახე. და ვქსოვ ამ თვალს. გამომივიდა სამი თვალი. დავაბრუნებ უკან, ერთსაც და მეორესაც. სამი თვალი. ვქსოვ პირველი, რომელიც არის ახლა. ეს ძაფი მე ძალიან მაწუხებს, მაგრამ სხვილი ძაფია, ღია ფერია და ამიტომ ჯობია ვამჯობინე ამ ჩხირებით და ამ ძაფით. მეორე თვალსაც ვქსოვ. აი ეს. ახლა დააკვირდით, რას ვაკეთებ. გამომივიდა 4 თვალი. შემდეგ ნახეთ ახლა პირველს ვქსოვ ჩვეულებრივ, მეორეს ვქსოვ ჩვეულებრივ და ნახეთ ასე ვატრიალებ და დავაბრუნებ უკან ორივეს. ორი, 4, 5 თვალი. შემდეგ პირველს ვქსოვ და გადავმაქსოვ, ვქსოვ. მეორეს ვქსოვ, აქედან გავდივარ და ჩვეულებრივად ვქსოვ. ახლა ვატრიალებ, დავაბრუნებ უკან ერთსაც და მეორესაც. 2, 4, 6 თვალი. ასე გავაგრძელებ მე ახლა ამ თვლები 2 თვალის ქსოვას, 1, 2, შემოვტრიალდები და დავაბრუნებ უკან და დავიწყებ ისევ თავიდან. პირველი, მეორე. ნახეთ როგორ ვატრიალებ. ასე მოვბრუნდები
ასე დავაბრუნებ ისევ ორივეს უკან. დავიწყებ თავიდან. პირველი, მეორე. ოი დედა. მეორე თვალი, არ გადამაქვს ეს მეორე თვალი, ხო? აკვირდებით, ხო? აი ვატრიალებ მხოლოდ. კი გამოვიყვანე მეორე თვალზეც თვალი, მაგრამ არ გადამაქვს იქით. ვატრიალებ და ვაბრუნებ იმ ორივე თვალს უკან. აი რამდენი თვალი დამიგროვდა ახლა მე. შემდეგ პირველი მოვქსოვე და გადავიტანე, მეორე მოვქსოვე და არ გადავიტანე. შემოვაბრუნებ და დავაბრუნებ ორივეს უკან. შემდეგ პირველი მოვქსოვე და გადავიტანე, ჩხირიდან გადავიტანე ვამბობ, მეორე მოვქსოვე, მაგრამ არ გადავიტანე ჩხირიდან. დავაბრუნე ისევ ორივე უკან. თავის სამშობლოში. შემდეგ ერთი მოვქსოვე პირველი და გადავიტანე. აი აქედან არ გავხვიდე. აქედან გავდივარ, ვქსოვ, მაგრამ ამას არ გადავიტან. აი რას ვამბობ, არ გადავაცილებ ამ ჭყირს. შემოვატრიალებ. აი ასე და დავაბრუნებ ორივეს უკან. მე არ მისაყვედუროთ, ვერ ვხედავ რას აკეთებო. გაადიდეთ ეკრანი, მოიტანეთ ახლოს. ყველაფერი გასაგები იქნება. ვიწყებ თავიდან. პირველ თვალს ვქსოვ და გადამაქვს. მეორეს ვქსოვ და არ გადამაქვს. შემოვატრიალებ და დავაბრუნებ ისევ უკან. აი ასეთი რამე უნდა მიიღოთ. იმედია კარგად ჩანს თეთრი ძაფია და ფერად ჭხირებზე დავიწყე ქსოვა, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო. ერთი სიტყვით, მე მგონი ეს უკვე გასაგებია. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ავიღოთ თვლები. ახლა მე მოდი ვნახოთ, გავაგრძელებ ქსოვას, შემდეგ როგორ გსვთ. აიღე იმდენი თვალი, რამდენიც გჭირდებოდა. ახლა ამას ნახე, რამდენი თვალი ჭირდება, ხო, ირგვლივ. აიღებ ამდენ თვალს, რამდენიც გჭირდება, მოხვალ აქ, შეაერთებ აი ამას აქ. ეს ხორგვალი უნდა იყოს, ხო? და რგულად წაღმა უნდა გსოვო, ხო? ძალიან აი ეს როგორც მოდის, ძალიან ლამაზად უნდა შეაერთო აი ეს თვლები გადაიყვანო, ეს კიდევაც ვერ არის, აი წამოსულია რაღაც, ვერ არის კარგად გაკეთებული. ერთი სიტყვით, მე ახლა რას ვაკეთებთ იმის შემდეგ, ნახე. პირველი ხომ მოვქსოვე. მეორეც ხომ მოვქსოვე და უკვე გადავიყვანე. მე უკვე თვლებს აღარ ვუმატებ, მაგრამ ნახე ახლა პირველ თვალს ვუკლებ. დამრჩა მეორე თვალი. შემდეგ თვალს ვქსოვ, აქედან არა. აი აქედან ვქსოვ შემდეგ თვალს და მეორე თვალსაც ვუკლებ. აი ასე. ეს პირველი ორი თვალი, რომელიც მოდის და უმატებ, აუცილებლად უნდა უკლო.
და რატომ? აქ რომ არ უკლო ეს ორი თვალი, რომელიც ამ ხაზზე მოდის, აი ეს რო შემოbrundები აქ ახლა და უნდარგულად მოგსოვო, ხო? ეს წამოვა დაგიჭიმავს აქ და აი ასეთ რაღაცას გააკეთებს. აი ასე წამოიღებს და არ ეყოფა ადგილი, რო შემოაბრუნო ერთი სიტყვით. აი ნახე. ახლა აიღე თვლები და ეს ხაზი მოდის ასე, მოდის, ხო? ასე. აი ეს. მოდის. ეს თვლები კი ემატება აქ, მაგრამ ეს ხო იქსოვება აქ დაბლა, ხო? შენ რო ეს პირველი თვალი და მეორე თვალი არ უკლო, რომ არ უკლო, ეს აი ასე მოიხრება, აი და არ ეყოფა ადგილი შემოტრიალების და მოჭიმავს ამას და ძალიან ცუდად მოიკეცება, ასე ვთქვათ, აი ამ ადგილას, აი აქ. და აი ასეთი კუთხე უნდა გაიკეთოს წესით, რომ ეს წაიღო მერე და აქ და ამაგრო, ასეთი კუთხე უნდა გაიკეთოს და არა ასე უნდა მოიხაროს აქ, მომრგვალდეს. აი ასეთი კუთხე უნდა გაიკეთოს. ეს შემდეგ აქ მიაბა, როცა რგულად უნდა მოგსოვო. თუ ღიად გსოვ, ხო, მაშინაც მაინც უნდა უკლო, რომ აი ასე დააყენო კუთხე, რადგან შემოbrundები და აგრძელებ გსოვას, ეს არაფრით არ შეიძლება ასე რომ მოხაროს ეს ნაკსოვი. მოგიჭიმას და მერე აქ აი ასე ჩაგეკეცება. ამიტომ ორი თვალი პირველი და მეორე უნდა უკლო, რომ გამოიყვანო კუთხე. ერთი სიტყვით. ვაგრძელებ ახლა რას ვშვრებით? ორი თვალი ვუკლეთ. ახლა ნახე. მე არ ვგსოვ ასე არ ვგსოვ. აქედან როგორც სტანდარტულად, როგორც ვგსოვთ თვლები რო ამოყვავს, ნახე. ყველა თვალს აი ასე გამოვიყვან. წაღმა ვგსოვ. მაგრამ ყველა თვალს აი ასე გამოვიყვან. შემოტრიალებით. აქედან გავდივარ და ასე გამომყავს თვლები. აი, აქედან გავდივარ და ასე გამოვიყვან თვლებს. აი ასე. ყველა თვალს ასე ამოვიყვან. 20 თვალი მაქვს, 30, 70, 200. შეიძლება ახლა ჟაკეტზეც დაიწყო ასე, ხო? ქვევიდან და მოგსოვო ასე. რატომაც არა, რავი, რაც სადაც გინდა გამოიყენებ, უბრალოდ ყველა თვალს აი ამ წესით ამოიყვან, წაღმა გსოვ, მაგრამ აქედან არ გსოვ. აი, აქედან გსოვ. ყველა თვალს. ეს პირველ რიგზე ჩვეულებრივად მხოლოდ წაღმა გადაგსოვ, აი ასეთნაირად. აი ასე. აი ასე. მე რაღაცას გსოვ ახლა, ირგვლივ გსოვ თუ აი ამას რო გადაგსოვ წაღმა აქედან, ხო აიღე შენ დაუშვათ 80 თვალი. ახლა ამისი თვლები აიღე, ხო? ხელთათმანი გააქვს. ახლა ვისაუბროთ ხელთათმაზე. აიღე შენ აქ 80 თუ 60 თვალი, რაც გჭირდებოდა. მაშინვე შემოტრიალდი და უკან წამოდი, რადგან ეს უკან წაღმა უნდა გადმოგსოვო ეს რიგი და აი ასე უნდა გადმოგსოვო, რომ უკუღმა მხრიდან არ აგერიოს და არ გაგიჭირდეს, როგორ ამოიყვანო ეს თვლები, რომ აქ აი ასეთნაირად უნდა გამოვიდეს, აი ასეთნაირად უნდა დარჩეს ეს თვლები. გადმოკეცილი, ყველა თვალი. ეს ხო მიდის ასე, ეს თლიანი აქ, ძირი, ხო, რაც ავიღეთ. აქ ეს თვლები ყველა ასე იკეცება. და აი ასეთი გამოგივა მერე ეს, რა ქვია, მაჯასთან თუ სადაც იქნება ახლა აი აქ, ხო? და ამ რიგს რო შემოგსოვ მთლიანად, ხო, მერე მოკეცე ის და რა ქვია, მოგსოვე ირგვლივ. ახლა მოვბრუნდი მე აქ, რადგან მე ცოტა თვლები მაქვს და ახლა უკვე უკუღმა ვგსოვ, იმიტომ რომ შიგით მხრიდან ვარ. შენ საითაც იქნები, ისე მოგსოვე. ირგვლივ მოგსოვ და გარეთ მხრიდან იქნები, წაღმა მოგსოვ
თუ შენც ასე გახსნილად მოგხსოვ და უკუღმა მხრიდან მოხვდები, მობრუნდები, უკუღმა მოგხსოვე. ხო, თუ რა ვიცი, სქემას გხსოვ რამეს, ეგ სხვა საკითხია კიდე. საერთოდ ვამბობ, როგორ უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა მოვხსოვოთ. შემდეგ მე ისევ შემოbrundები და ჩვეულებრივად გავაგრძელებ ქსოვას. მე აქ არაფერს არ ვქსოვ, ნიმუშია. ავიღე თვლები და დავიწყე ქსოვა და ვქსოვ. შენ არ ვიცი, სად გამოიყენებ შემდეგ ამ დაწყებას, მოგხსოვ აი ასე, წაღმა მოგხსოვ, თუ უკუღმა მოგხსოვ, თუ სქემას მოგხსოვ, გააგრძელებ, რაც გაქვს ჩაფიქრებული და რაც გაქვს მონახაზი, იმის მიხედვით. კიდევ შემოვტრიალდები და ერთი სიტყვით მე მგონი უკვე გასაგებია, როგორ დავიწყოთ ქსოვა, თვლები როგორ ავიღოთ იმ დროს, როცა ჩვენ არ გვინდა რეზინა მოვქსოვოთ. ნახე ახლა ამას ხო მოკეცავ, რასაც ქსოვ, რა ვიცი, რასაც მოგხსოვ, ეს არაფრით არ დაიგრიხება, ასე არ დარგოლდება, რა ვიცი, რა ქვია, როგორც ქვია და არ გამოგეკიდება, არ წამოვა არსად. ნახე, გამოგივა აი ასეთი დაწყება, აქედან იქნება ასეთი, აქედან იქნება აი ასეთი. აი ის თვლები, რო გეუბნები, შებრუნებით ამოიყვანე. მთელი რიგი აი ასე მოსდევს ახლა ამას და ასე აიწყობა ეს დასაწყისი. ეს არსად არ ვიდის, ხო? აი. ეს დასაწყისი. ახლა ვნახოთ, როგორ დავხუროთ თვლები, რომ არ გამოგვეკიდოს ნაქსოვი. ეს ვეღარ წავიღე. მოგხსოვეთ, ახლა ხელთათმანის ქსოვა თუ ვინმეს გაინტერესებთ, არის ეს ვიდეო ჩაწერილი 3-4 წლის წინ, არ ვიცი, რო ჩაყვეთ ჩემს ვიდეოებს არის YouTube-ზე, აი ახლა ამ ვიდეოს სადაც უყურებ, თუ გაინტერესებს, რომ გახსნა ჩემი გვერდი მთლიანობაში და ჩაყვეთ, თავიდან არის, არ ვიცი, სულ თავიდან არის ხელთათმანებიც დაშიბული ხელთათმანებია თან მოგხსოვილი, ერთი სიტყვით. აი აქ ახლა მაინც გეტყვით, რომ აიღე ეს თვლები, ხო? ქსოვ, რამ სიგრძე გინდა მაჯარო იყოს, დატოვე აი აქ შუა გულში. 3 თვალია ეხლა აქ დატოვებული, გინდა 2 თვალი დატოვე, გინდა 3 თვალი დატოვე, შუა. იქით და აქით დაიწყე მატება, ნახე. წინდის წვერს როგორც ვქსოვთ, იმ პრინციპით მოგხსოვე აი ეს. ერთ გავლაზე უმატე, მეორე გამოვლაზე არ უმატო. შემდეგზე უმატე ერთი რიგის, როგორ თქვა, ერთი რიგის გამოშვებით უმატე და ისე მოგხსოვე აი ეს მატება. აქ თითი რო უმატო, აი ეს ხო საჩვენებელი თითი, აი აქ. უმატები იმდენს, რამდენიც შენ გჭირდება. ეს ნამატი თვლები, ნახე, აქედან რო უმატებ, აქეთ წამოვა, აქედან რო უმატებ, იქით წავა და გროვდება. ხო, დატოვე, რო გეუბნები, რას ნიშნავს დატოვე, აქ 3 თვალი. და 3 თვალის იქით დაიწყე მატება, 3 თვალის აქეთ დაიწყე მატება. შემდეგ რიგზე არ უმატო. შემდეგ რიგზე ის ნამატიც აქეთ გამოუშვი და უმატე, ეს ნამატი იქით გაუშვი და უმატე და აქ ემატება და ემატება თვლები. ასე ყველა ნამატი თვალი ამ 3 თვალისკენ გამოუშვი. აი შეხედე ახლა აქეთ რომ მოდის ეს ზუსტად ეს პირდაპირ ეს ნაქსოვი, ნამატი თვლები ყველა აქეთ მოდის. აქეთ კიდე აი ეს თვალი ხო მოდის აქ ზუსტად პირდაპირ, ნამატი თვლები იქით მიდის.
ახლა ნახე. მოხვედი რამდენი თვალიც გჭირდებოდა. ახლა ეს თითი ცოტა უნდა შემოატრიალო ან ამ მხარეს, ან ამ მხარეს, ხო? რომელსაც გსოვ. ამიტომ აქ ჩვეულებრივად ტოვება, აი, ნახე. ნამატები მოვიდა და გაჰყვა აი ამ ხაზს და წავიდა და ზუსტად ისე დავტოვე, გადმოვიყვანე თვლები ძაბზე, რომ შემდეგ თითი მოვგსოვო. მაგრამ აქეთ შეხედე, გადმოვწიე მე ცოტა, რომ აი აქ მოხვდეს ეს თითი, აქეთ იყოს უფრო. ნახე? ეს ნამატები ხო მოყვება, ასე მოყვება, პლუს ორი თვალი დავამატე, გარეთ ამ მთლიანი აი ამ ხაზის ორი თვალი და ამ თითმა გადმოიწია აქეთ. შემდეგ მოგსოვ ამას აუცილებლად კიდე არ დამავიწყდეს, აი გადაბმის ადგილას ერთი თვალი უნდა ჩაამატო, რადგან ეს პირდაპირ ასე რომ მიაბა, აქ არ მოგიჭიმოს და არ მოგეზიდოს, არ შეგაწუხოს. ცოტა ამოსასუნთქი უნდა ჰქონდეს, ასე ვთქვათ, აი ამას ასე რომ მიაბა, დაჭიმავს. და ერთი თვალი რო ჩაამატო აქ და ისე გააგრძელო ქსოვა, უკვე აქ ამას ფართი რო, აი აქ არ მოგეზიდოს ეს ხელთათმანი. გააგრძელებ ქსოვას. ახლა ჩვენი თემა, როგორ დავხუროთ ეს ლაითად გითხარით ხელთათმანის ქსოვის პრინციპი და ამისი ვიდეო გვაქვს ჩაწერილი. ერთი სიტყვით. ახლა მე უნდა დავხურო თვლები, ისე რომ არ მინდა რეზინა მოვგსოვო და არ გამომეკიდოს ეს ნაქსოვი, არ დაიგრიხოს უკან. ნახე ახლა, მოვგსოვე, არ ვიცი, შე რამდენი გინდა მოგგსოვე ამ ხელა, ასე, თითებამდე დაუშვათ, ხო? გსოვ თითებამდე, ასე. ასეთი ხელთათმანები ხო არის? და რო ხურავ აქ, ახლა აქ რეზინა რა გამოვა, არაფერი არ გამოვა, ცუდად გამოიყურება, ხო, ასე ახლა და აქ ისე დავხუროთ, რომ ეს მერე არ დაიგრიხოს და სულ აქეთ არ ჩამოგვივიდეს ეს ხელთათმანი. ეს არის კიდევ ამბობ ნიმუში, შენ რამ ხელასაც გინდა იმ ხელას მოგგსოვ. ნახე, ეს თვალი ხომ აქ მე მოგგსოვილი და ძაფი ხო აქ ამაქვს ახლა ამ თვალს. ამ თვალს დავაბრუნებ უკან. ახლა ნახე, ამ თვალში გავდივარ, აი შემდეგი თვალი გამომყავს და მოვგსოვ შემდეგ თვალს და ახლა ორივეს გადმოვიტან. ნახე, დავაბრუნებ შემდეგ თვალს გამოვიტან ამ თვალის შიგნიდან, მოვგსოვ და გავუშვებ. დავაბრუნებ შიგნიდან შემდეგ თვალს გამოვიტან, მოვგსოვ იმ შემდეგ თვალს ორივეს ერთად არა, ამას ქვევით ვტოვებ ახლა. ნახე. ეს თვალი რო უნდა გამოიყვანო ამ თვალის შიგნიდან, აქედან გამოიყვანი, აქედან არ გამოიყვანო. ნახე, გადმოვიტანე, აქედან გავდივარ, ვგსოვ, ამას გავუშვებ. ეს არა მოიყვანო. ხო გადმოვიტანე, ის შემდეგი თვალი გამომყავს, ერთად არ მოგგსოვო ეს ორივე. ის თვალი ამოაძვრინე ამ თვალში, აი ასე, შიგნით, მოგგსოვე, ამას ახლა გავუშვი. მჭიდროდ არ მოგგსოვო ძალიან, ასე არ მოგქაჩო, ჩვეულებრივად გგსოვე თავისუფლად. ძაფიც, ნახე ახლა ეს ძაფი როგორ მაქვს მე დახვეული, თავისით მოდის, მე კი არ ვშლი და ვახვევ, ნახე, სულ აი ასე ვგსოვ თვლებს და თანდათან მოდის. აი დააკვირდი, მე ამ ძაფს მეტად არ გაუშვებ, არ დავიხვევ, აი როგორ მიკავია. აი და ორჯერ მაქვს თითზე მოხვეული, აი აქ დაიჭერ, ამას მიაჩვიე ხელი, აი აქ დაიჭირო და ბევრი არ გამოუშვა და აქ ორჯერ მოიხვიებ ხო მარტო, რომ დაიჭიროს ეს ძაფი და ნელა მოდის ეს შემდეგ. აი ასე ბევრის დახვევას და დაჭიმვას და ასე მოკაჩვას და დაძაბულობას, აი ასე უბრალოდ, აი ასე დაიჭირე.
ნახე, ვაგრძელებთ ახლა ჩვენ წავედით სხვაგან სადღაც აქ ვართ. ნახე, შემდეგი. შიგითა თვალს გამოვიყვან შემდეგ თვალს აქ, მოვგსო, ამას გაუშვებ, ამას აღარ ვგსო. აი ასე. ეს ხო მოვგსოვე ახლა ამას დავაბრუნებ უკან, შემდეგ თვალს აქედან ამოვიყვან და აი ამ თვალს მოვგსოვ. თვალსაჩინო რო იყოს, აი ის შემდეგი თვალი გამომაქვს, ვგსოვ მხოლოდ იმ თვალს. იმიტომ რომ ეს უკვე მოგქსოვილი მაქვს, ხო? ეხლა ხო მოვგსოვე, დავაბრუნებ, შიგნით ამოვაძვრენ შემდეგ თვალს და იმ შემდეგ თვალს მოვგსოვ მარტო და ამას გავუშვებ. და ეს შემდეგი რო ამომყავს ამ თვალში, აქედან ვგსოვ. აქედან არ დაგრიხო, არ მოგრიხო, აი აქედან უნდა გახვიდე და მოგხსოვო. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალში ამოყავს, აი ასე, აქედან უნდა მოგხსოვო. გამოვედი ხო აქეთ? ერთი მხარე დავხურე თვლები. შეხედე ახლა ეს არცად არ წამოვა და არცად არ გამოგეკიდება, მაგრამ მჭიდროდ არ ამოიყვანო თვლები. აი ზოგი თვალი ახლა მე მჭიდროდ ამოვიყვანე. ნახე და ცოტა არ გამოვიდა, ზოგი თავისუფლად და ზოგი მჭიდროდ. ახლა თან ვსაუბრობ, თან გიჩვენებ ეს როგორ ჯობია, ის როგორ ჯობია და აი აქ მოვჭიმე. გავაგრძელოთ. ეს უკვე მოგხსოვილია, ხო? გადავიტან, შემდეგ თვალს მოვგსოვ, ამას გავუშვებ. იმ შემდეგ თვალს შიგნიდან ამომაქვს და ასე ვგსოვ. და ვაბრუნებ ისევ უკან, რომ შემდეგი თვალი შიგნით ამოვიყვანო და მოვგსოვო ის და აღარა ეს. ოღონდ აქედან გავალ, აი ასე ამოვიყვან ამ თვალს, რომ მოვგსოვო. ასე ხელთათმანები კი არა მარტო, რასაც კიდე დამეკარგა. რასაც კიდე დახურავ, ასეთი წესით ახლა. რა ვიცი, რა გინდა კიდე რომ სადღაცა არ მოგხსოვო რეზინა და გინდა დახურო, ხო? ჩვეულებრივად. რავი, აქამდე, რა ვიცი, არავის მოუთხოვია ეს თემა. ახლა ეს ხელთათმანებზე ვგსოვ, იმიტომ რომ თქვენ ძირითადად ხელთათმანი გაინტერესებდათ და ესაც ასე იგსოვება, დაწყებაც და დახურვაც. მართალია, ახლა ყველას არ უნდა რომ ის რეზინა მოაგვსოვოს, ხო? უნდა სხვანაირი, უნდა ჩვეულებრივი რეზინას ცოტა შიგნით მიაქვს ვიღაცას, ის არ უნდა, ვიღაცას რეზინიანი უნდა, რა ვიცი. ვისაც გენდომებათ, აგერ იქნება ეს ვიდეო და გამოიყენებთ. აი ასე. ახლა ამას წამოვიღებ მე, აი ეს ხო ის პირველი თვალი, საიდანაც წავედი მე. ახლა აქ ორივე ამომყავს, ერთი კი არა რომ გაიწელოს. ახლა ის ასე აღარ ამომყავს, ჩვეულებრივად გადავაბამ, ნახე. შემდეგ ამას აი აქ პატარათი მოაჭრი, ამოიყვან, ჩააბამ და ისეთნაირად გააკეთებ, რომ ეს გადაბმის წერტილი აქ ძალიან ლამაზად უნდა დატოვო. მით უმეტეს აი აქედან დაიწყე ხელთათმანის თითიდან, ნახე და ახლა ამას რო ჩაეცვამ,
აქ ძალიან ლამაზად გამოჩნდება კარგიც და ცუდიც. შეგიძლია აქედან დაიწყო თვლების დახურვა და აქ დატოვო მერე თუ რამე ხარვეზი დაგრჩა. აი ახლა კი შეგიძლია რომ ეს რომ მოვაჭრა ახლა ძალიან ლამაზად შეიძლება ესა გადააბა და დახურო. დაწყება დამთავრება. და აი ახლა ეს ნახე არსად არ წავა, არ გამოგეკიდება არც ერთ შემთხვევაში. აქ კიდე ეს, ნახე, ეს არ არსებობს რომ ახლა ეს დატრიალდეს და სადღაცა წავიდეს. ესაც ჩვენი ხელთათმანის დაწყება და თვლების დამთავრება მეგობრებო რეზინას გარეშე. და რა ვიცი, მგონია რომ ამ ხელთათმანის ქსოვა ყველა მიცის, თუ ვინმე დაინტერესდებით, კიდე თავიდან ჩავწეროთ, არის ამაზე გვაქვს ვიდეო ჩვენ ჩაწერილი, დაშიფული ხელთათმანი გვაქვს, თუ არ ვწდები მოგხსოვილი. თუ ვინმეს დაინტერესებს, ვცადოთ კიდევ. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.